გამარჯობა. მოკლედ გავარკვიეთ სეზონური და მეტნაკლებად ჯერ კიდევ ახლად შემოსულ ხილში, საკმაოდ საინტერესო დეტალებში და ახლა უნდა გადავიდეთ ქართულ ბაზარზე ახლად შემოსულ სრულიად უნიკალურ პროდუქციაზე, მაშინ ასე ავერში სიახლეა და ეს თავის მოვლის ბრენდი AVNO-ა. თუ რა ხდის მას განსაკუთრებულს, ამას ჩვენი სტუმრებისგან შევიტყობთ ქეთა მიქელაძე, დერმატოლოგი და თინათინ ბილიხოძე ავერსი ფარმას დერმატოლოგიური ბრენდების მენეჯერი არიან შუადღის სტუმრები, მოგესალმებით. გამარჯობა. მაინც რით არის განსაკუთრებული ეს ჩვენი ახალი ბრენდი? მიხარია პირველ რიგში თქვენთან რომ ვარ, განსაკუთრებით ესეთი სასიამოვნო სიახლით, ამერიკული დერმატოლოგიური ბრენდი AVNO არის უკვე ავერსის ფარმას აფთიაქებში წარმოდგენილი. ბრენდის ისტორია მინდა მოკლედ მოგითხროთ. ბრენდის ისტორია იწყება 1945 წელს, საკმაოდ დიდი ხნის ისტორია აქვს მას ამერიკაში. და აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ დაფუძნებიდან ძალიან მალე მოიპოვა პროფესიონალების ნდობა და აღიარება თავისი ეფექტური ფორმულებით. და უკვე 75 წელზე მეტია ისეთი პროფესიონალები, როგორებიც არიან დერმატოლოგები და ფარმაცევტები, მსოფლიო მასშტაბით, არ მხოლოდ ამერიკაში, უკვე დღეს ამერიკაში, ევროპასა და აზიაში აქტიურად უწევენ AVNO-ს დერმატოლოგიური ბრენდის პროდუქტებს რეკომენდაციას. რაც შეეხება ბრენდის უნიკალურობას, მნიშვნელოვანია, რომ ბრენდი აერთიანებს ბუნებრივ ინგრედიენტებს, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში იყო გამოცდილი ამ ბუნებრივ ინგრედიენტებსა და მეცნიერებას. სწორედ ამაში მდგომარეობს ბრენდის უნიკალურობა. სხვათა შორის დავინტერესდი სახელით, ეს AVNO, რაც უცნაურად ჟღერდა და რას ნიშნავს მეთქი და აღმოჩნდა, რომ ეს არის შვრია, რომელიც ბრენდის ძირითადი ინგრედიენტების შემადგენლობაში მთავარი ინგრედიენტი ერთ-ერთი. კი ბატონო, წამყვანი ინგრედიენტია გახლავთ შვრია ნამდვილად AVNO-ს პროდუქტების. კარგით, რო ვთქვათ, ისიც კონკრეტულად რა პროდუქტებია შემოტანილი აფთიაქში, რის შესყიდვაა შესაძლებელი, რომელი პროდუქტები? კი ბატონო, ბრენდში წარმოდგენილია, ავერს აფთიაქებში წარმოდგენილია დიდი ასორტიმენტი AVNO-ს პროდუქტებისა. შევხვდებით როგორც საბავშვო მოვლის ხაზს, ასევე ზასრულების, როგორც ქალბატონებისთვის, ასევე მამაკაცებისთვის არსებულ პროდუქტებს. რაც მნიშვნელოვანია, ბრენდის ასორტიმენტში ჩვენი მომხმარებელი შეხვდება ისეთ მოვლის საშუალებებს, როგორიც არის შამპუნი, დამატენიანებელი თუ დასაბანი საშუალებები. კეთი, კონკრეტულად თუ არის ისეთი ტიპის, თქვათ, როგორი ტიპის ადამიანებისთვის არის ეს კონკრეტული ბრენდი? არის რამე განსაკუთრებულად ხაზგასმული ეს თუ ყველასთვის შესაძლებელია? მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან სასიხარულოა, როდესაც საქართველოს ბაზარზე შემოდის ხარისხიანი სიახლე კანის მოვლის საშუალებების თვალსაზრისით. ჩვენთვის, როგორც ექიმებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროდუქტი იყოს დერმატოლოგიურად ტესტირებული, გადიოდეს სათანადო შემოწმებებს და რაც მთავარია აღნიშნული პროდუქტის, ანუ AVNO-ს ლაბორატორია კლინიკური კვლევების საფუძველზე გვიდასტურებს, რომ ნამდვილად ეფექტურია და ნამდვილად უსაფრთხოა აღნიშნული პროდუქცია. რაც შეეხება იმას, თუ რა არის, აი წეგან თქვენ ახსენეთ, რომ შემადგენელი კომპონენტები, რა თქმა უნდა, აქ ფართო ასორტიმენტია წარმოდგენილი და თითოეული მათგანი ინდივიდუალურად განსხვავდება ერთმანეთისგან დანიშნულების მიხედვით და შესაბამისად ინგრედიენტების მიხედვით. მთავარი სათქმელი არის ის, რაც თიკომ უკვე აღნიშნა, რომ ორიენტირებულები არიან ეკოლოგიურად სუფთა ბუნებრივი ინგრედიენტების გამოყენებაზე. მთავარი, რაც საერთო ყველას აერთიანებს, არის შვრია, რომელიც სამი სახით გამოიყენება. ეს გახლავთ რომ ძალიან ჯანსაღი ეს კიდევ უძველესი დროიდან შვრია ძალიან ბევრი მიმართულებით გამოიყენებოდა ხალხურ და ტრადიციულ მედიცინაში, თუმცა 2003 წლიდან უკვე ოფიციალურად FDA-მ დაამტკიცა, რომ კანის მოვლაში ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლო ინგრედიენტი გახლავთ. სამი ფორმით გამოიყენებს AVNO-ს ლაბორატორია ძირითადად შვრიას, ეს გახლავთ შვრიის ფქვილი, რომელიც დიდი რაოდენობით ცილას პროტეინებს და ლიპიდებს შეიცავს, ძირითადად მშრალი, ძალიან მშრალი კანის მოვლის საშუალებებში გამოიყენება. ექსტრაქტი, რომელიც პრებიოტიკია და მგრძნობი არა კანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ჰიდროლიპიდური ბალანსის აღდგენაში იღებს მონაწილეობას და მესამე კომპონენტი არის შვრიის ზეთი, რომელიც დიდი რაოდენობით ცხიმო ამჟავებს შეიცავს და დამატენიანებელი დამცველობითი უნარით ხასიათდება. ამ შეიძლება ითქვას, რომ ეს პროდუქტი უფრო მშრალი კანისთვის არის განკუთვნილი. აღნიშნული პროდუქტი განკუთვნილი არის, გარკვეული ხაზი არის კონკრეტულად მშრალი და ძალიან მშრალი კანისთვის და ასევე
ასევე ნორმალური და სიმშრალისკენ მიდრეკილი კანის მქონე ადამიანებსაც თავისუფლად შეუძლიათ გამოიყენონ აი daily use, ანუ ყოველდღიური გამოყენების პროდუქტი, რომელიც არის და ზოგიერთ მათგანს დამატებული აქვს დაუშვათ ალანტოინი, დამამშვიდებელი კომპონენტი, ზოგიერთ მათგანს შიის კარაქი, უფრო მეტი დაატენიანებისა და ჰიდროლიპიდური ბალანსის აღდგენისთვის და ძალიან მნიშვნელოვანია მოკლედ შერჩევა სწორად მოვლის საშუალებების. თქვენ ახსენეთ შამპუნით. შამპუნში აი თმის მოვლის ხაზი როგორი აქვს სამწარმოდგენელს? ჯერჯერობით წარმოდგენილი გვაქვს შამპუნის უნივერსალური ერთი სახე, რომელიც არის კონკრეტულად დერმატოლოგიური ბრენდი გახლავთ, არის მიმართული იმისკენ, რომ ნაკლებად გააღიზიანოს კანი და თუნდაც უკვე გაღიზიანებული სკალპი, რომელსაც ახასიათებს ანთება, სიწითლე, ქავილი, ასე თქვა, უზრუნველყოს მისი დამშვიდება, წარმოდგენილი არის სწორედ რომ skin relief-ის ხაზიდან, რომელ ხაზშიც რაც ქეთამ ეხლა ახსენა, სწორედ ეს skin relief-ის ხაზი არის, შეგვიძლია ვნახოთ. მეტად მშრალი და კიდევ უფრო მშრალი კანისთვის. ნახეთ, ესეთი ხაზია, სადაც წარმოდგენილი არის დამატენიანებელი საშუალებები, ლოსიონის სახით. კი ბატონო. ასევე გვაქვს ტანის სპრეიც ხანდახან დამატენიანებელი არ არის იმდენად საკმარისი და ტანის ზეთოვანი სპრეიც არის წარმოდგენილი ამ შემთხვევაში. დამატებით სხვადასხვა ჟოჟობაზეც შეიცავს და ძალიან კარგად ნაწილდება კანის ზედაპირზე და მე პირადადაც გამვიყენებ და სხვადასხვა არ აქვს ის არასესიამოვნო ცხიმოვნების შეგრძნება, რომელიც სხვა ზეთოვან დამატენიანებლებს აქვთ. ანუ ეს ზეთს გამოყენება, ვთქვათ, ზამთარში ალბათ უფრო უპირატესია თუ სეზონს? ზამთარში ზაფხულობითაც? კი, ჩვეულებრივად შეგვიძლია. შევეხები მოკლედ ხაზს, რომელიც არის ნორმალური სიმშრალისკენ მიდრეკილი კანისთვის ყოველდღიური გამოყენებისთვის. ეს არის daily ხაზი, რომელშიც შევხვდებით სხვადასხვა საოცარი სურნელის შხაპის გელებს, შემიძლია გაჩვენოთ, არის ვანილის და გარგრის სურნელი, წარმოდგენილი შხაპის გელი და ნუ რა თქმა უნდა დამატენიანებელი საშუალებებიც, რომლებიც გამოიყენება როგორც სახეზე, ასევე სხეულზე. და საბავშვო ხაზი, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ნამდვილად. წარმოდგენილი გვაქვს როგორც დასაბანი, ასევე დამატენიანებელი საშუალებით. ლაშა რომელი დაინტერესდი? აი, საბავშვო თქვით, ქალბატონები თქვით, ჩვენ რა დავაშავოთ? კაცებს შეუძლია ან უნივერსალურია, ხო ეს? უნივერსალურია ამის თქმა. მამაკაცებს და ქალბატონებს შეუძლიათ ჩვეულებრივად გამოიყენონ ყოველდღიურად, თუ მშრალი კანი გაქვთ, ეს არ ეხება ვთქვათ მარტო ქალბატონებს, ყოველდღიურად შეგვიძლია რომ გამოვიყენოთ მამაკაცებშიც. ბავშვის ხაზს დავამატებდი ერთადერთი, რომ 0 თვიდან არის დაშვებული, ანუ ჩვილ ბავშვებს მოგეხსენებათ არ აქვს ჯარდამცველობითი ბარიერი, ეს ჰიდროლიპიდური შრა ბოლომდე განვითარებული, ამიტომ აგრესიული დაბანა, ვთქვათ, არ შეიძლება, ხო, აგრესიულს რას გულისხმობ, ძლიერი საფნის შემცველი საშუალებებით და სწორედ ასეთ შემთხვევაში ძალიან კარგი გამოსაყენებელია დასაბანი და შემდგომ დამატენიანებელი სახისა და სხეულისთვის. ავერსისგან ჩვენ განებივრებული ვართ. ახალი და ხარისხიანი სიახლეები და ძალიან კარგია რასაკვირველი და იც რა მინდა გითხოთ მომხმარებლის დამოკიდებულება როგორია თუ ქონია თუ მომხმარებლის დამოკიდებულება იქნება გამომდინარე რომ სულ ეხლა ხანს შემოვიტანეთ ეს ბრენდი ზოგადად მომხმარებელმა უკვე იცის იმიტომ რომ ძალიან დიდი ხნის დაარსებულია იმიტომ რომ ამერიკაში როგორც ვახსენე დერმატოლოგები ყოველდღიურად უწევენ ამ პროდუქციას რეკომენდაციას და სოციალური ქსელების მეშვეობით მინიმუმ ქართულ მომხმარებელმა უკვე იცის ბრენდის შესახებ ასე რომ ბევრი მათგანისთვის ეს ბრენდი სიახლე არ არის თუმცა საქართველოში კი ბატონო ასე რომ უკვე მათ საშუალება აქვთ რომ ავერსის აფთიაქებში შეიძიონ კი ბატონო ახლოს გაიცნონ არაჩვეულებრივი დერმატოლოგიური ამერიკული ბრენდი ავენო კარგი ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის წარმატებას გისურვებთ